ექიმები პროევროპული აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებული აირის კაფსულების შემადგენლობის გასაჯაროებას ითხოვენ. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ აქციების დროს გაშვებული აირების ზემოქმედებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, პროტესტის მონაწილეებს ისევ აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის თავის ტკივილი, ცრემლდენა და თავბრუსხვევა. ექიმები პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ და ამბობენ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელნი ისინი არიან. იდენტიფიცირებული არის მხოლოდ ერთი სახეობა ამ კაფსულის და ეს არის GL202. მისი ქიმიური ნივთიერება ჩვენ არ ვიცით და ქიმიური შემოდგენლობა არ ვიცით, მაგრამ ვიცით რეკომენდაციები, რომელიც უნდა ყოფილიყო დაცული. არ შეიძლება მისი გამოყენება, სადაც არიან ბავშვები, ორსული ქალები და მოხუცები. ასევე არ შეიძლება მისი გამოყენება, სადაც არიან ქრონიკული დაავადებით დაავადებულები.